ტრაფიკოების ობიექტები მომხმარებელს ძირითადად მშრალ საკვებს თავაზობს. თუ კი ამ რესტორანს ესტუმრებით, თქვენ დაგხვდებათ წვნიანი კერძების დიდი არჩევანი. მომზადების წესი ორიგინალურია. აქ თითქმის ყველა კერძი ქართული და ჩეხური სამზარეულოს სინთეზის ნიმუშია. თუ კი მანჩოთოიძის ქართულ სახლს ესტუმრებით, თქვენ აქ დაგხვდებათ მრავალფეროვანი მენიუ, სასიამოვნო გარემო, ქართული მუსიკით. ეს რესტორანი არ გახლავთ თბილისში, ის მდებარეობს პრაღაში, კარილის თეატრის მოპირდაპირე მხარეს. Вкусно очень. ისეთი გემრიელია, ბებიას გაკეთებულს მაგონებს. ბებიასავით გემრიელ საკვებს აქ თავად მანჩოთოიძე ამზადებს. საქართველოდან ჩეხეთში მეუღლესთან ერთად 90-იან წლებში ჩამოვიდა. ამბობს, რომ გაუმართლა. ორგანიზაცია ბერკატის დახმარებით დასაქმდა კვების ინდუსტრიაში. შემდეგ კი საკუთარი რესტორანი გახსნა. ჩეხებს დადებითად ახასიათებს. ჩემი პირველი ემოცია ჩეხეთის რესპუბლიკაში იმდენად თბილი და ტკბილი იყო, რომ ამ ხალხს ჰქონდათ ხელები გახსნილი, რომ ისე ჩაგვეხუტნენ, რომ მერეც სულ რამე წინააღმდეგობები ხდებოდა ცხოვრებაში, ეს პირველი ემოციით იმდენად დადებითი მუხტი იყო ეს მიღებული, რომ ასე რომ ძალიან გამიადო და არანაირი აბსოლუტურად არ მქონია არ დეპრესია, რომ ეს სხვა ქვეყანაში ვარ, იმდენად თბილად და იმდენად ძალიან კაი ადამიანების ხელში მოვხვდი, რომ აბსოლუტურად არ მიგრძნია მე, რომ აი მოვხვდი სხვა ქვეყანაში და მიშველეთ ხალხნო და სულ დღეში ვარ და რაღაცა ეს მქონია. მომხმარებელი ბევრია. ზოგი პირველად მოხვდა, ზოგი კი მანჩოს ქართული სახლის მუდმივი სტუმარია. Je tady příjemné prostředí, tak se může stát. აქ შემთხვევით მოხვდი, თუმცა ძალიან მომეწონა საჭმელი სასიამოვნო გარემოა. Navštívím restauraci znovu. აქ პირველად მოხვდი. როგორც ჩანს, გემრიელი კერძებია, ყველაზე მეტად ხაჭაპური და მწვადი მომეწონა. რესტორანი ქართველებისაა, თუმცა მუშაობენ ჩეხებიც. მუშაობ მე, უმუშაობ ჩემი ბიჭები, ჩემი შვილები, რომლებიც აქ ჩვენ აგვაქვს უფრო ოჯახური ბიზნესი, ბიჭები და დანარჩენი ეს ბრიგადული სისტემით ენაცვლებიან საათობრივად, რომლებიც პრინციპში ჩვენ გვეხმარებიან, კი არ მუშაობენ, გვეხმარებიან. Я знам пани Манчо. 3-4 წელია რაც მანჩოს ვიცნობ, პროდუქტები მომქონდა მასთან. შემდეგ კი დისტრიბუტორად დავიწყე მუშაობა. როგორც ჩანს, ქართველები სტუმართ მოყვარეები არიან. აქ ხალხი ასეთი თბილი არ არის. მანჩოსთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. უახლოეს პერიოდში პრაღაში მანჩოს კიდევ ერთი ქართული სახლი გაიხსნება.